საზოგადოებრივ მაუწყებელზე წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი არ გავა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 მილიონი ლარის დაფინანსების მქონე პირველი არხი მიზეზად FIFA-ს მიერ გაძვირებულ ლიცენზიას ასახელებს. დღევანდელ ბორდის ხდომაზე გაირკვა, რომ სხვა მაუწყებელმა კომპანიას უფრო მეტი გადაუხადა და ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებაც მათ მოიპოვეს. აქამდე ტრადიციულად ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატს თვალს პირველი არხის პირდაპირ ეთერით ადევნებდა. დღეს საქართველოში უკრაინაში დაღუპულ ორ მებრძოლს დაემშვიდობდნენ. რამდენიმე საათის წინ ბაჩობებია ზუგდიდში დავით ღოღაძე კითელავში დაკრძალეს. 32 წლის ჯარისკაცი ბაჩობებია ნიკოლაევში 20 აპრილს გამთენიისას შენობის დაბომბვისას დაიღუპა. ის სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს. 26 აპრილს დაღუპიდან ზუსტად 2 წლის თავზე კი უკრაინიდან საქართველოში გადმოასვენეს ქართველი მებრძოლი 37 წლის დავით ღოღაძე. ისინი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება, თქვა ირაკლი რუხაძემ ტელევიზიაზე, რომელიც ბრიტანულ სანქციებამდე ცოტა ხნით ადრე 1000 ლარად გაყიდა. ბიზნესმენის თქმით, სანქცირება არ ყოფილა მთავარი მიზეზი, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკაში და ბიზნესში ერთდროულად არ უნდა იყო, რაც იმედის პირობებში შეუძლებელია. ყანძარი რუსთავში ცეცხლი 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. ყანძარი უკვე ლიკვიდირებულია.